ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიძონ გვენეტაძემ მოადგილესთან და მონიტორინგის ინსპექტორების ჯგუფის წევრებთან ერთად სოფლებში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა. პირველ ეტაპზე ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ნაბოსლევში მან ცოტა ხნის წინ დასრულებული ბეტონის საფარიანი გზა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. გასულ წელს აქ 500 მეტრიანი მონაკვეთი დაიგო. ამჯერად კი 563 მეტრიანი ნაწილი დაემატა, რომლის სიგანე 4,5 მეტრია, ხოლო სისქე 16 სანტიმეტრში ადგენს. ამ ეტაპზე გზის გვერდულების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 100,000 ლარია. ყველაზე საუკეთესო რაც აქვს ამ სოფელს ეს არის ეს გზა, ძალიან კმაყოფილი ვართ ხალხი და რა ვიცი, კიდე ველოდებით უკეთესებს. ოღროჩოღროები იყო სულ გზაზე, მანქანები ვერ ამოდიოდნენ და ახლა თავისუფლად დადის. ორპირში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წყლის რეაბილიტაცია ხორციელდება. 2300 მეტრ სიგრძეზე არხი გაჭრილია და წყლის მილების ჩაწყობა უნდა მოხდეს. 19,000 ლარის სამუშაო შესრულების შემდეგ მოსახლეობის 70%-ის წყლით მომარაგება მოხდება. მართალია წყალშემკრებამდე მისაყვანად აღნიშნული მონაკვეთი საკმარისი არაა, თუმცა ადგილობრივი ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ სათანადო ფინანსების მოძიება მომავალში მოხდება. რობიძონ გვენეტაძემ რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული მეორე დასრულებული ობიექტი სოფელ ჯვარისაში მოინახულა. შემოწმდა და გაიზომა ინსპექტორების ჯგუფის წარმომადგენლების მიერ ბეტონით მოწყობილი გზის პარამეტრები. აქ 660 მეტრის დაგება 2-3 კვირაში მოხდა, რისთვისაც 151,000 ლარი დაიხარჯა. ადგილობრივი მოსახლეობა მადლიერებას გამოთქვამს და შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილია. სანამ დაიგებოდა, რა თქმა უნდა, ცუდი მდგომარეობა იყო, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის გაუვალი იყო. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არის. მადლიერების ცნობით ყველა მადლობას გამოხატავს, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. მეტად მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გზა და სათვარი იქნა, ეს აბა ნამდვილად რომ დიდებული კარგია და რა ვიცი, აღგება ამოვის ვთქვათ. ასეთი ოცნება გვაქვს უყოლას, რომ მივიდოს სოფლის ცენტრამდე. გურნის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებმა კარგი გზის ფასი იციან და განსაკუთრებული სიხარულით ხვდებიან პროექტის გაგრძელებას. 1080 მეტრიანი მონაკვეთის შემდეგ წელს აქ 700 მეტრიანი ნაწილის დაგება მოხდება. მოსამზადებელი სამუშაოები სპეცტექნიკის მეშვეობით უკვე დაწყებულია. სპეციფიკიდან გამომდინარე ბეტონის გზის სიგანე 3,5 მეტრი იქნება. გზის ღირებულება 128,000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სამივე ადმინისტრაციულ ერთეულში ერთი კონტრაქტორი კომპანია შპს ტობი აწარმოებს სამუშაოებს. მუნიციპალიტეტის გამგებელი მონიტორინგის შემდეგ ფირმის მიერ გაწეულ საქმიანობას დადებითად აფასებს. ვამოწმებთ ჩვენ ინსპექტორების ჯგუფის საშუალებით იმ პროექტის შესრულების ხარისხს, ვამოწმებთ მოცულობებს და მინდა გითხრათ, რომ გარკვეული წინსვლა აქვს ჩვენს კონტრაქტორებს მშენებლობასთან დაკავშირებით, ხარისხთან დაკავშირებით და აღფრთოვანებული არიან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რა სოფლებშიც ახლა ჩვენ ამას სამუშაოებს ვატარებთ რეგიონული განვითარების ფონდიდან. ყოფილი არიან და მე სიამოვნა ეს და ჩვენ ასეთი დამოკიდებულება мотивაციას გვიზრდის, რომ კიდევ მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ. რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. შარშან აღნიშნული პროექტით დაიგო დაახლოებით 1080 მეტრი გზა, წელს დაიგება 700 მეტრამდე გზა. ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 128,000 ლარს და პროექტის შემსრულებელი არის ფირმა ტობე. ხანგრძლივობა პროექტის არის დაახლოებით 2 კვირა. 2 კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს ეს პროექტი. მუშაობს ფირმის წარმომადგენლები ძალიან კარგად და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პირველ რიგში ინფრასტრუქტურა უნდა იყოს განვითარებული, სოფელში უნდა იყოს გზა აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ.